და კათედრები. აი ახალი კანონის მიხედვით ფაკულტეტებზე შიდა საფაკულტეტო სტრუქტურები უნდა შეიქმნას. კათედრას აღარ ცნობენ, თუმცა დასხვაში შეგიძლია კათედრაც იყოს, მაგრამ ან დეპარტამენტს არქმევენ, ან ინსტიტუტს არქმევენ და ასე შემდეგ, ხო? და არის კანონით ასე განსაზღვრული, რომ ფაკულტეტის საბჭო განსაზღვრავს რა და რა ინსტიტუტი უნდა შეიქმნას ფაკულტეტზე და შემდეგ შეგება დებულება ამ სამინისი ინსტიტუტისა და წარმომადგენლობითი საბჭო ამტკიცებს აი ამ სტრუქტურულ ერთეულს. ანუ შიდა საფაკულტეტო სტრუქტურულ ერთეულს. 2007-6 წელს შეიქმნა საბჭოები. 2007 წლის იანვარში აირჩიეს რექტორი. ახლა არის 2009 წლის ივლისი. ჯერ ოფიციალურად, იურიდიულად არ არის უნივერსიტეტში შექმნილი შიდა საფაკულტეტო სტრუქტურული ერთეულები. 3 წლის წინ ფაკულტეტის საბჭოზე იყო საუბარი, რა ინსტიტუტები შეიძლება იყოს ფაკულტეტზე და გაჭერდა აი აქ. არ შექმნილა არც დებულება და არც წარმომადგენლობით საბჭოს, ანუ იურიდიულად არ არსებობს. კიდევ ერთი ფაქტი. დეკანი უნდა იქნეს არჩეული. არჩეულ დეკანს აქვს თავისი დიდი უფლებები აქვს არჩეულ დეკანს და მას ისე იოლად ვერ შეცვლის და ვერ გაუშვებს რექტორი. ფაკულტეტის დეკანის არჩევნები ჯერ არ ჩატარებულა 3 წელია ეს ხელისუფლება არსებობს. მე მაინტერესებს ხალხო, ეს რა ხდება. ასე იყო საბჭოები შეიქმნა 2006 წლის შემოდგომაზე და 2 წლის მერე მიიღეს წესდება. არა და 6 თვის მანძილზე საბჭოს შექმნიდან უნდა წარადგინა სამინისტროში და დაემტკიცებინა. სანამ არ ავტეხეთ ამბავი, არ დაიწერა რა ხდება, ეს არ არის წესდება, ახალი წესდება. არ მერე რა შეიქმნა. ის წესდების მიხედვით არ მოხდება. ეს იურიდიული თვალსაზრისით რა ხდება? ანუ ამას მე ვეძახი თქვა მართვად ქაოსს. ყველაფერი არის მიბმული რექტორზე, იმიტომ რომ ვერ იღებს ინიციატივას დეკანი, იმიტომ რომ ის არის დანიშნული დეკანი და არა არჩეული და ამიტომ მას უფლებები ცოტა აქვს და არ მოგეწონება და ხვალ აღარ იქნება და ასე იცვლება დეკანები სხვადასხვა შემთხვევაში. სხვადასხვა კანონის მიხედვით ფაკულტეტს დაფინანსებაც კი და ავტონომია უნდა ჰქონდეს, მაგრამ დაფინანსების პრობლემა ცალკე პრობლემაა ჩვენს უნივერსიტეტში. როცა აი კიდევ ერთხელ რიგითი თანამშრომელი თქვა ტექნიკური მუშაკი 3-ჯერ და 4-ჯერ მეტ ხელფასს იღებს ვიდრე პროფესორი. როგორ შეიძლება სასწავლო დაწესებულებაში პროფესორზე მაღალი ანაზღაურებადი ვინმე იყოს? რიგითი ტექნიკური მუშაკი, მონიტორინგის სამსახურები რო ქვია და დაცვის სამსახური და ასე შემდეგ 3-ჯერ და 5-ჯერ მეტ ხელფასს იღებენ. აღარას ამბობს რექტორზე, სადაც რაღაც ანეკდოტის დონეზე დადის რაღაც ლეგენდები მისი ხელფასის თაობას. მე არ მაინტერესებს კონკრეტულად რამდენი. ანუ ეს ყველაფერი ხომ აი კანონის ფარგლებში აღარ ჯდება და აღარ ეტევა. რა ხდება? და ერთსაც ვიტყვი სანამ მაშინ დამიდა ეს რადგანაც ცოტა უკვე გვიანად გადავღალეთ. ეროვნულ ნიადაგზე უნდა დაბრუნდეს ჩვენი განათლების სისტემა ბატონო თემის. მე ეს ერთხელ თქვი და არა ერთხელ თქვით ბატონო ავთანდილ ჩვენ რომ ამათ გამოაცალეს ეროვნული ნიადაგი. რას ნიშნავს ახლა რატო ვამბობ მე ამას? აი ეროვნული ნიადაგი გამოაცალეს. ფაქტობრივად ისეთი საგნები, რომელიც საუნივერსიტეტო საგნები იყო, თქვათ ქართული ენა, საქართველოს ისტორია 80-იანი წლებიდან მოყოლებული, გასული საუკუნისა, იყო სავალდებულო საუნივერსიტეტო საგანი, ქართულ უნივერსიტეტ დამთავრებულმა ზოგადად უნდა იცოდეს საქართველოს ისტორია და ქართული ენა, იმიტომ რომ ქართული უნივერსიტეტია დამთავრებული და ქართველია. ეს გაუქმდა როგორც საუნივერსიტეტო საგნი. ხუბლას პირველი ბრძანება რა იყო, რომელიც ოფიციალურად ეს იყო მოვიდა 2006 წლის აპრილში. რა იყო პირველი ბრძანება ხუბლას, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთში და გაიკრა კედელზე, თქვათ ესა. გაუქმდეს ქართული ენის სასწავლო სამეცნიერო ინსტიტუტი. ეხლა წარმოიდგინეთ რა ხდებოდა ბატონო თენგის უნივერსიტეტში ჯერ იყო მათემატიკის ინსტიტუტი, გამოყენებითი მათემატიკის, შემდეგ შეიქმნა მაღალი ენერგიის ფიზიკის ინსტიტუტი, ამის მერე შეიქმნა ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზე გრეცისტიკის ინსტიტუტი, მერე 2005 წელს შეიქმნა გაზაფხულზე რუსისტიკის ინსტიტუტი და 2005 წლის შემოდგომაზე შეიქმნა ქართული ენის ინსტიტუტი. ახალი ქართული ენის კათედრის
ძველი ქართული ენის კათედრის რამდენიმე ლაბორატორიის საფუძველზე და შევიდა სტრუქტურულ ერთეულებად ეს კათედრები. ანუ 5 ინსტიტუტი იყო უნივერსიტეტში. და იმ ინსტიტუტის ხელმძღვანელები, ქართული ენის ინსტიტუტის ხელმძღვანელები ვიყავით ჩვენ მე და ბატონი ავთანდილი და ამის გამო ეს ინსტიტუტი არ მოდიოდა თვალში როგორცაც არც მინისტრს, ხალბატონი რუსუდანის რო შეიქმნესა, პირველი ბრძანება იყო გაუქმდეს ქართული ენის ინსტიტუტი. აი ეს იყო ხუბლოს პირველი ბრძანება. იმ გაზეთში ბატონო თენგი, სადაც ეს დაიბეჭდა მეორე გვერდზე რომ გაუქმდეს ქართული ენის ინსტიტუტი, მესამე გვერდზე თელი გვერდი ეთმობოდა რომ უნივერსიტეტში შეიქმნა ინგლისურ ენოვანი ეკონომიკური სკოლა. ქართულ უნივერსიტეტში. აი აქეთ მივიდივართ. მაგრამ ისეც მინდა ვთქვა რომ ხუბლო აქ ინიციატორი არ არის. ეს არის ერთი ჭანჭიტი, ისე ვიმეორებ იმ დიდი მანქანისა, რომელიც მუშაობს ქართულის წინააღმდეგ და მე ვიტყვი რომ ეს იყო ერთი რგოლი იმ დიდი ჯაჭვისა, რასაც ქვია უბედურება ქართული ენის. აი, ჩამოვთვლი და დავამთავრებ, მე ამით აღარ გადავყალე ეს დასამორება. ეს ხელისუფლება რომ მოვიდა ბატონო თენგის 2004 წლიდან გაუქმდა ქართული ენის სახელმწიფო კომისია, რომელიც იყო პრეზიდენტთან და პრეზიდენტი ეკლებოდა ამ კომისიის თავმჯდომარეს. აუცილებელი იყო. ეს აუცილებელი ეს კომისია არ იყო, თქვა სამართალ მემკვიდრე იმ კომისიისა, რომელიც 30-იანი წლებიდან ფრანგებმა რა ქნეს, ხო ვიცით, ფრანგებმა. ძალიან ესპანური სიტყვები შემოვიდაო სპორტიდან თუ რაღაციდან და ესე იგი ოფიციალური ჟურნალისტებს ჯარიმები დააწერა ბატონო თემის. უცბად ახვეთეს. გაუქმდა ეს კომისია. პრეზიდენტი გაუქმდა ენის პალატა. გაუქმდა პარლამენტში ქართული ენის ქვეკომიტეტი. დაიხურა ეს ხდება აი 2004 წლიდან. დაიხურა რადიოგადაცემა ენაში შემკულდა. დაიხურა წერა-გადაცემები იყო ენა აუცილებელია. ენა ქართული და ასე. აუცილებელია. შემცირდა ქართული ენის საათების სკოლაში. დეველოპერული კომპანია. კანონი მუშაობდა. ქართული სიტყვა არა, ვითომ, განმარტავება არ შეიძლება. კანონი იყო პროექტი, კანონპროექტი პარლამენტში იყო შესული 2002 წელს. 2003 წელს შევიდა კანონი. ეს კანონი დაიკარგა სადღაც აღარ არსებობს ეს კანონი. კანონი ენის შესახებ იყო ასეთი. რეკლამის კანონში, რეკლამის კანონში არის რამდენიმე პუნქტი, რომ აი სახელმწიფო ენა როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი რეკლამაში. მერე აღარ მუშაობს ესა და აი ახლა რო გაიაროთ დასავლეთის გზაზე აი 2 დღის ჩამოვედი. აი ამ ზესტაფონი, ხაშური, აი ინგლისური არა ბატონო, ინგლისური კიდე საერთაშორისო. თურქ და აი აჭარებული. თურქული წარწერები და აივსო გზები, ხოლო თურქებისათვის არის ის გზა. ასე გამოდის? ასია. ამიტომ ქართული ენის ინსტიტუტის დახურვა ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ბატონო თემის. ამიტომ უნდა აღვადგინოთ რა ეროვნული ნიადაგი დაუბრუნოთ ქართულ უნივერსიტეტს. ეროვნულ მეცნიერებებს მიუწევთ თავისი ადგილი ქართულ უნივერსიტეტში და საერთოდ ქართულ სკოლაში.